საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობით ევროპის საუკეთესო 20-ში. ასეთია ევროკომისიის კვლევა, რომელსაც ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევების ცენტრი აწარმოებს. ევროკომისია ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის 2024 წლის ანგარიშის ფარგლებში სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსს ავრცელებს, სადაც საქართველოს შეფასების 10 ბალიანი სისტემით 6.73 ქულა მიიღო. სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველოს უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს, ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფო მათ შორის პორტუგალიას, იტალიას, საბერძნეთს, ლატვიას, სლოვენიას, მალტას, ესპანეთს, სლოვაკეთს, ალბანეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, უნგრეთს, პოლონეთს, ხორვატიას, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას. ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის გამოკვლევით საქართველოს სახელმწიფო სექტორი კეთილსინდისიერების რეიტინგით მსოფლიოში 29 ადგილზეა. გამჭვირვალობის ინდექსით კი მე-19 პოზიციას იკავებს. სასამართლო დამოუკიდებლობით 20-ში ვართ ევროპის, ხომ? ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები აქაც 20-ში ვართ ევროპის. ეფექტური მთავრობა, ბიზნეს გარემო მიმზიდველი ინვესტორებისთვის და ასე შემდეგ, რომელიც ყველაფერი მოხდა ევროკომისიის ანგარიშშივე, ხომ? ეს ხო მათი დაკვეთით ჩადარებული კვლევა არის. აბსოლუტურად ყველა ამ პოზიციაში ჩვენ 20-ში მოვხდით, ვასწრებთ ყველა დანარჩენ კანდიდატ წევრ ქვეყანას. ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა კარგად იაზრებს იმას, რომ ეს რაღაცა უაპელაციო ბრალდებები, რაც მოდის ევრობიუროკრატების მხრიდან, ეფუძნება აბსოლუტურად არაფერს ჭორაობის გარდა.